2025 წლის ზამთრის ცივ დღეებში პოლიტიკური ტემპერატურის აწევა ამერიკიდან დაიწყო. ვაშინგტონში ინაუგურაციის ცერემონიალმა არამხოლოდ შეერთებული შტატების, არამედ მთელი მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა. ამერიკის 47 პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა და კაპიტოლიუმის ტრიბუნიდან საზოგადოებას მხოლოდ ორი სქესის აღიარების, მშვიდობის დამყარების, საზღვრების დაცვის, ამერიკისთვის ძველი დიდების დაბრუნებისა და მიმდინარე ომების საბოლოოდ დასრულების პირობა მისცა. მოკავშირეებთან ურთიერთობები გადაფასების ეტაპს მიუახლოვდა. ამერიკის შეერთებული შტატების ტონი კი მოწინააღმდეგეებისთვის განსაკუთრებით გამკაცრდა. ვაშინგტონის ახალი კურსი უკრაინაზე, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპის უსაფრთხოებაზეც აისახა. მე გადამარჩინა ღმერთმა, რათა ამერიკა კვლავ ჯიადი გავხადო. თუმცა შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტის ყველა დაპირება ერთნაირად მარტივი ასასრულებელი არ აღმოჩნდა. თეთრ სახლში მეორედ დაბრუნებული ლიდერის ინაუგურაციასა და მის საიმიგრაციო პოლიტიკას შეერთებულ შტატებში მასშტაბური აქციები მოჰყვა, რომელიც ხშირად ცრემლსადენი აირის, წყლის ჭავლისა და ხელკეტების გამოყენებით იშლებოდა და ასობით ადამიანის დაკავებით სრულდებოდა. ძალადობრივმა ქმედებებმა ხისტი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მოიტანა და ქაოსის შემოქმედი ანტიფას შიდა ტერორისტულიდან საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციად იქცა. ამერიკის ფედერალური ბიურო კი დაჯგუფების დამფინანსებლების კვალზე მალევე გავიდა. მასშტაბური აქციების შემდეგ ვაშინგტონი ბიუროკრატიული ომის ქარცეცხლში გაეხვა. Deep State-თან დონალდ ტრამპის ბრძოლა თეთრ სახლში დაბრუნებამდე გამწვავდა, რამაც 47 პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებისკენ უბიძგა. სქემები გაიშიფრა, მიზნები გაამჟღავნდა, რასაც USAID-ის დაფინანსების შეჩერება, ამერიკის ხმის უცხოური ოფისებისა და რადიოსადგურების დახურვა და რადიო თავისუფლებისთვის ფედერალური გრანტების შეწყვეტა მოჰყვა. არაერთხელ ითქვა ისიც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით სხვადასხვა ქვეყნებში შიდა პოლიტიკური არეულობები ფინანსდებოდა. შესაბამისად, თეთრ სახლში გადაწყვეტეს, რომ მოკავშირეთა დასახმარებლად ამერიკას შუამავლები არ სჭირდება. ჩვენ გავაუქმეთ USAID, მთელი საერთაშორისო დახმარება სახელმწიფო დეპარტამენტის უშუალო კონტროლქვეშ გადმოვიტანეთ. 2025 წელს საზოგადოებამ მსოფლიო პოლიტიკური ელიტისგან ბევრ მუხარასთან ერთად ბევრი დაპირებაც მოისმინა, რომლიდანაც ნაწილი შესრულებულ, თუმცა ნაწილი შეუსრულებელ მისიად დარჩა. დასრულებულ კონფლიქტად ისრაელი და ირანი, პაკისტანი და ინდოეთი, რუანდა და კონგო, ტაილანდი და კამბოჯა, სომხეთი და აზერბაიჯანი, ეგვიპტე და ეთიოპია, სერბეთი და კოსოვო ითვლება, თუმცა მაღალი რისკის ზონებად კვლავ ღაზას სექტორი, იემენი, ლიბანი და სირია რჩება, სადაც რამდენიმე ფრონტზე ისევ ისრაელი იბრძვის. ფორმალურად ომები დაუსრულებელია, თუმცა დაბალი ინტენსივობით გრძელდება. ეს ყველაფერი კი მაშინ, როდესაც დონალდ ტრამპი დასრულებული ომების რაოდენობას ითვლის. ისრაელის პრემიერი კი ისევ მშვიდობის აუცილებლობაზე საუბრობს. ჩვენ შორის ბევრი კამათია, მაგრამ ყველა მიზეზი გვაქვს, რომ უთანხმოება გვერდზე გადავდოთ. 8 ომი დავასრულე, არავის არასდროს შეუჩერებია 8 ომი. კიდევ ერთი გვაქვს შესაჩერებელი, რომელიც მეგონა რომ ყველაზე მარტივი იქნებოდა, რუსეთი და უკრაინა. სოფლიოში მშვიდობის დამყარების სურვილმა დონალდ ტრამპს სათვალავი აურია, თუმცა თავად თეთრი სახლის ლიდერიც ადასტურებს, რომ გლობალური პოლიტიკის მთავარ ღერძად კვლავ რუსეთ-უკრაინის ომი რჩება, რომელიც დასრულებული ომების სიაში ვერც წელს ჩაეწერა. მიუხედავად პერიოდული დიპლომატიური სიგნალებისა, ვაშინგტონმა და ბრიუსელმა მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო ხიდების აგება ბევრჯერ სადეს, თუმცა ოკუპანტი ქვეყნის აგრესიამ ხიდები ყოველ ჯერზე დაწვა. ახლა კრემლი უკრაინაში არჩევნებს ითხოვს. საპასუხოდ კი ქვეყანას მშვიდობას პირდება. ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ წელს რუსეთის თავდასხმას ევროპაზეც პროგნოზირებს. ეს სიგნალები მხოლოდ ჩვენთვის არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ეს პარტნიორებმა დაინახონ, კერძოდ პარტნიორებმა შეერთებულ შტატებში, რომლებიც ხშირად ამბობენ თითქოს რუსეთს სურს ომის დასრულება. უკრაინის ომის მეოთხე წლისთავზე ომში მყოფი ქვეყანა ახალმა სკანდალმა მოიცვა. მაშინ, როდესაც უკრაინელი ჯარისკაცები ოკუპანტი ქვეყნის აგრესიის პირისპირ დარჩნენ, ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო გარემოცვა მასშტაბურ კორუფციულ სკანდალში გაეხვა. მედია ენერგეტიკის სექტორში 100 მილიონი დოლარის გათეთრების სქემაზე ალაპარაკდა, რამაც ქვეყნის ანტიკორუფციული ძალისხმევის სანდოობა და ომის სულისკვეთება მნიშვნელოვნად დააზარალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების სახლებსა და ოფისებში საგამოძიებო მოქმედებები 28 ნოემბრის გვიან ღამით დაიწყო და რამდენიმე საათის განმავლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ასევე იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრების გადადგომით დასრულდა. დანაშაულის კვალი კი ზელენსკის მეგობარ ტიმურ მინდიჩამდე და ბიზნესმენ ალექსანდრ ცუკერმანამდეც მალევე მივიდა, რომლებიც ქვეყნიდან საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე წავიდნენ და უკან აღარ დაბრუნებულან. ომში მყოფი ჯარისთვის გამოყოფილი თანხა ჯერ პრეზიდენტის ახლო გარემოცვის ჯიბეში, შემდეგ კი უკრაინიდან არც მეტი არც ნაკლები მოსკოვში აღმოჩნდა.
თაღლითობა, ინტერესთა კონფლიქტი და პროფესიული საიდუმლოების დარღვევა. კორუფციულ სკანდალში ომში მყოფი უკრაინის შემდეგ ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიც გაეხვა. პროკურატურა და თაღლითობასთან ბრძოლის მთავარი ოფისი დიპლომატიური აკადემიის მასპინძლობისთვის 2021-2022 წლებში გამოცხადებული საჯარო ტენდერის ევროპის კოლეჯის სასარგებლოდ გაყალბების ფაქტების გამოძიებას შეუდგა და ამავე გამოძიების ფარგლებში ჩხრეკები ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურში, ელიტარულ უნივერსიტეტ ევროპის კოლეჯსა და ეჭვმიტანილების სახლებში ჩაატარა. დაკავებულ სამ პირს შორის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი, ევროკომისიის მაღალჩინოსანი სტეფანო სანინო და ევროპის კოლეჯის თანამშრომელი აღმოჩნდნენ. მათ ბრალი ოფიციალურად გააცნეს და გაქცევის რისკის არარსებობის გამო გაათავისუფლეს. თუმცა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებამ ევროპარლამენტში პასუხგაუცემელი კითხვები დატოვა. ევროკომისია პარლამენტი აშკარაა რომ სხვადასხვა ლობისტური ინტერესების ზეწოლის ქვეშაა. სოფლიოს ქაოსში 2025 წელი ევროპისთვის მოლაპარაკებების, საგანგებო შეხვედრებისა და დილემების, თუმცა საბოლოოდ კვლავ ვერაფერზე შეჯერების წლად იქცა. ვაშინგტონისა და კიევის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპული პოლიტიკური ელიტის ადგილი არ გამოჩნდა და ამიტომ ბრიუსელმა გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად დაიწყო. მოლაპარაკებების კარი ხან გაიღო, ხანაც დაიხურა, თუმცა ერთადერთი შეთანხმება, რომელსაც ევროპამ მიაღწია, 2 წლის განმავლობაში უკრაინის 90 მილიარდი ევროთი დაფინანსებაა, რომელსაც ევროპული ბიუჯეტიდან ჯერ თავად ისესხებენ, შემდეგ კი უკრაინას ასესხებენ. შეთანხმებას მივაღწიეთ უკრაინამ სესხს რუსეთიდან მიღებული რეპარაციით დაფარავს. ევროპელ ლიდერთა ნაწილმა რუსული აქტივების კონფისკაციის საკითხის ჩაბარდნა მათი ინიციატორების ფრიდრიხ მერცისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის მარცხად შეაფასა. გერმანიის კანცლერისა და ევროკომისიის პრეზიდენტის წნეხის მიუხედავად ბელგიის პრემიერ-მინისტრმა რუსულ აქტივებთან დაკავშირებული პოზიცია არ შეცვალა. შედეგად ევროკავშირი უკრაინას ევროპელი ხალხის ფულით დაეხმარება. ჩვენ თავიდან ავიცილეთ ქაოსი და განხეთქილება, დავიცავით ევროპის ფინანსური ავტორიტეტი. და წლის ბოლოს ვაშინგტონის და ბრიუსელის ურთიერთობაში ახალი ბზარები გაჩნდა. ოკეანის გადაღმიდან ბევრჯერ მოსმენილი კრიტიკის შემდეგ ამერიკული სანქციები ევროპელებს მისწვდა. ევრობიუროკრატია კი შიდა პოლიტიკაში ჩარევებზე ალაპარაკდა. თუ თითის გაშვერას დავიწყებთ, ჩვენ შეგვიძლია ბევრი თითის გაშვერა იმისკენ, რაც ამერიკაში ხდება, მაგრამ ეს ჩვენი მუშაობის წესი არ არის. 2025 წელი მსოფლიო პოლიტიკაში ცვლილებების, დაძაბულობებისა და დაუმთავრებელი ისტორიების წელი აღმოჩნდა. დონალდ ტრამპის ინაუგურაციით დაწყებული თავგადასავალი დასრულებულ და ჯერ კიდევ დაუსრულებელ ომებად, დაპირებებად და დაპირისპირებებად, იმედებად, სამშვიდობო მოლაპარაკებებად და კორუფციული სკანდალების სიმბოლოდ იქცა. მიმდინარე წელმა პირობები ცარიელ სიტყვებად, ზავები დროებით გადაწყვეტილებებად, მშვიდობა კი კვლავ შორეულ პერსპექტივად დატოვა. თუმცა საზოგადოებას ნათლად დაანახა, რომ მსოფლიო მნიშვნელოვანი ცვლილებების ზღვარზე დგას, ეს ცვლილებები კი დასასრულისგან ჯერ კიდევ შორსაა.